დალოცველი გამყოფო შვილო ღმერთმა. აი ხარით, მადლობა. ხო. სკოლებში ჩემ დროს იყო რელიგიის გაკვეთი. კი ბატონო, მე ვფიქრობ, რომ თქვენ სწავლობდით ან 2000-იანებში, ან 2000-იან წლებში იყავი სკოლის მოსწავლე, ხო ასე გამოდის? დიახ. და 90-იანების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში იყავი სკოლის მოსწავლე. დიახ. კი. იყო რელიგიის გაკვეთი. რატო მოიღეს ეს რელიგია, რატო არ ასწავლიან ბავშვებს სკოლაში რელიგიას? კარგი შეკითხვა, მოიცა ხმას საუწო შვილო, მაიცა? ხო. თქვენ რას ფიქრობთ, რატო ამოიღეს ჩემო გიორგი, ჩემო ზვიფასო ადამიანო რელიგია რატო გამოიღეს? თქვენი აზრი მაინტერესებს, თუ შეიძლება მითხრათ. ჩემი აზრი ის არის, რომ მიზანმიმართულად უნდათ რომ ეს ბავშვები ალბათ გაზარდონ. რა ვიცი მე, ღმერთი არ წამდეთ და მომავალი არისოდნენ ვინ არიან. გეთანხმები ჩემო კარგო. ახლა მოდი მეორე კითხვა დავსვათ. რომელი ხელისუფლების დროს იქნა რელიგია გაძევებული სკოლებიდან? თუ იცი, მაგრამ მე დაკითხვაზე კი ამყავხარ, შვილო, შემოკარგო, არ გამიგო ცუდად, რომ იმიტომ კი არ რომ რაღაცი ჩახტი. შემოგევლო, შემიცა. ეხლანდელი ის თუ ცუდი იყო, ეხლანდელს ხომ და შეეტანა. აგაშენა ღმერთმა სააკაშვილის რეჟიმის დროს სკოლიებიდან გადევნეს რელიგია. მაგრამ ამათმა როდესაც ოცნების კაი გასაგებია რომ სააკაშვილის მომხრეები და ძველი ხელისუფლების მომხრეები უნდა ამბობდნენ ამას რომ ცუდი იყო რელიგიის სკოლიდან გადავნა მათ ხელში დაგებდა. მაგრამ ბიჭო ამ ხელისუფლების მომხრეებს მიმართავ. ბიჭო დააბრუნეს სკოლებში მე რელიგია ვინ უნდა დააბრუნოს დღეს რელიგია სკოლებში? ამ ხელისუფლებამ ხო? ჩვენ პრეტენზია ვისთან უნდა გქონდეს მოთხოვნა რელიგიის სკოლაში დაბრუნებაზე. მისასთან უნდა გქონდეს თუ ამ ხელისუფლებასთან, ხო? ამას იმიტომ კი არ გეკითხები. პირველ რიგში მე პრობლემა მექნებოდა ეკლესიასთან, იმიტომ რომ ძალიან დიდ როლს თამაშობს ეკლესია. ჩემთან გაქვს პრობლემა ესე იგი. ანუ ეკლესია ჯოაგერ ვარ სასულიერო პირი და ვლაპარაკობ და ეკლესია მე უნდა შევიტანო სკოლაში რელიგია? თქვენ ვისი მხარდამჭერი ბრძანდები? საქართველოში რისთვის არის აბა როგორ უნდა თქვენ ვისი მხარდამჭერი ბრძანდები? შეგიძლიათ თქვა ხმამაღლა? მე ვისი მხარდამჭერი ბრძანდები ბატონო და მე მინდა საქართველოში გაიზარდონ ქართველები რომლებმაც იციან რელიგია და საიდან მოვდივართ და არა ის რას ახლა მიდის რა პროპაგანდას ზარდება ქართველების მიმართ. გენაცვალე, კი ბატონო. მაგრამ ვინ უნდა დააბრუნოს რელიგია სკოლაში? გულემა თუ ხელისუფლება? ხელისუფლებამ და საპატრიარქომ. საპატრიარქო არის საპატრიარქო შვილო, აი მან გვეშლება. ეს არის სახელმწიფო სტრუქტურა, სკოლა, განათლების სამინისტრო, საპატრიარქოზე დაქვემდებარებული კი არა. საპატრიარქოსთან დაქვემდებარებული საპატრიარქოსთან დაქვემდებარებული სკოლებში, რომლებიც არის, იქ რელიგია კი ესწავლება მარტო. სერიოზულად ისწავლება რელიგიური მართულების ყველაფერი. ასე რომ პრეტენზია უნდა გქონდეს თუ ჩვენ უნდა გქონდეს სწორი ადრესატი პრეტენზიის ხელისუფლების და თქვენ რატო ვერ ახერხებთ ხმამაღლა თქვა თქვენი სასურველი პარტია და ძალა? ჩემი ხმა არ გამოჩნდება, იმიტომ ყველა უნდა მოიღოს ყველაფერი. არა, ჩვენ ხმას ახლა რომ მიდიხარ არჩევნებში რომელ ძალას აძლევ ხმას? მე ვის ვაძლევ და მოქმედ ხელისუფლებას ვაძლევ, იმიტომ ზვავო მომსვლელი ვინ არის ნაღდა. ხო და მიტო მე კი თავიდანვე ვიგზენი მათ რომ მოკლედ და როდესაც ჩვენ პრეტენზიას აყენებ შვილო ჩემო კარგო, ჩემო გიორგი რომ რელიგია უნდა დაბრუნდეს სკოლაშიო, რელიგიის სკოლაში დაბრუნების წინააღმდეგ ხარ თქვენ პირადად და არა საპატრიარქო. თქვენ ახართ წინააღმდეგი ერთად. მაგრამ ყველაზე დიდი წვლილი ამ ხრი უნდა შეიტანოს საპატრიარქო. თქვენ ახართ, თქვენ ჩემო კარგო მაგის მომხრე რომ სკოლებში არ იყოს რელიგია. აი სინამდვილეში ერთს ამბობ, მეორეს აკეთებთ. ნახეთ რა ქართველი ის სკოლაში არ იყოს რელიგიაო. თქვენ გიორგი ჩემო კარგო თქვენ ამბობთ. ეს სიტყვით კი არა მე იმას ვამბობ რომ უნდა იყოს. ეგ სიტყვით ამბობ. საქმით ხარ მეორე. საქმით იმ ძალასთან ხარ, იმ ძალას აძლიერებ, რომელიც წინააღმდეგია სკოლაში რელიგიის შეეტანის. ნახე შვილო, ნახე ჩემო კარგო, სიტყვით კი ლაპარაკობ მაგას, იმიტომ რომ სიტყვით ხوارიტყვი ახლა მაგას.
თორემ მე დარწმუნებული ვარ, რატომღაც დარწმუნებული ვარ, რა ვარ თავშივე ვიყავი დარწმუნებული რომ ოცნები ხარ და ჭერი ხარ. ახლა დარწმუნებული ვარ რომ ზუსტად იცი რომ სწორედ ხმის მიცემით რელიგია რო არ შევიდეს სკოლაში მაგას ეხმარები, მაგრამ ამას ღიად ვერ ამბობ. იმიტომ რომ საზოგადოებრივი აზრი ერიდები საზოგადოებისგან დაბულინგებას. პირდაპირ ვერ ამბობ იმას რასაც აკეთებ. სინამდვილეში გურწფელი არ ახარ, როცა ამბობ გიორგი შემოგევლე, შემოკარგო, სიყვარული გეუნები შვილო. გურწფელი არ ახარ, როდესაც ამბობ და აცხადებ, რომ რელიგიის სკოლაში დაბრუნება გინდა. სინამდვილეში არ გინდა. იმიტომ რომ ოცნებას აძლევ ხმას. ოცნებას ამდე ხარ ასეკეთები ხოლმე გააკეთე. აძლევ რა მომსვლელი რას გპირდება? რელიგიის სკოლაში დაბრუნებას. აი მომსვლელი გეუბნება რომ რელიგიას დავაბრუნებ სკოლაშიო? ხო, აბა რას ვლაპარაკობ ახლა მე? აბა რას შენ უნდა ნახო თუ შენ მართლა გურწმელად გინდა შვილო, რომ რელიგია სკოლაში დაბრუნდეს, უნდა გადაათვალიერო იმ ძალებიდან, რომლებიც მაგის მომხრია. ეს უნდა დაათვალიერო და ხო, აბა, რაკენიო დაათვალიერო, ვერ ნახე? აბა ის მიშა სააკაშვილის დროს, როცა მოქმედი ხელისუფლება იყო, გეტყვით ახლა. რა ხდებოდა საქართველოში? ეკლესიებზე ზეთოლა იყო 30,000 თურქს მისცენ მოქალაქეობა ბათუმში, რომელიც დღემდე ატარებენ ამ ქართულ პასპორტებს. ამოიღენ სკოლებიდან ეს რელიგია და სწავლებები. ხომ შეუძლია ხელისუფლებამ დააბრუნოს. შეუძლია და აი მომსვლელი რომელი ტელევიზიაში გინახია, რომელიც ამბობს რომ მე ქართულ მართლმადიდებლურ სწავლებას დავაბრუნებ სკოლებშიო. არ იცნობ ეგეც? აბა არ მე ხშირად უყურებ და ჯერ არ გამიგია. ერთადერთია უყურებ ვისაც გეტყვი. ანუ არ იცნობ ეგეთებს, ხო? არა, არ გამიგია ჯერ. არ გაგიგია. ქალბატონო ნინა, მეგონი ამოგიყვანდა, არ ვერ ამომყავ ხარ და რატო ვერ ამომყავ ხარ, არ ვიცი. არ გაგიგია ჯერ. არც მაგაში არ მჯერა რომ არ იცი თქვენ ეგ. კარგი, აბა გიორგი, აბა და გააგზელე შვილო იმ ზარის მხარდაჭერა, რომელსაც რელიგია სკოლაში შეტანის მომხრე რო არ არის. და თან ილაპარაკე რომ მომხრე ხარ თქვენ, გააგზელეთ ეგ. ამას უნდა უზრუნველყოფთ ეს საერთოდ საპატრიარქო და არა ხელს. რას გადაეკიდე შვილო ამ საპატრიარქოს საკუთარ სინდისზე და სიფიქრე პატარა იმ ძალას უჭერთ ხარ, რომელიც მაგას უნდა თან ერთს მელაპარაკები და მეორეს ამბობ. მომსვლელი რას მირდება? აბა კარგად იყავ, აბა კარგად მეყოლე, კარგად იყავ.